როდის შეიძლება უფასო კვების პროგრამა ამოქმედდეს? არ არის პოლიტიკური საკითხი, ღრმად ჰუმანური თემაა ბავშვებისთვის უფასო კვება. ძალიან კარგად და გასაგებად გეუბნებით. თქვენ რომ პატივს არცემთ, თქვენ რომ პატივს არცემთ, თქვენ რომ პატივს აი ხო ხედავთ საუბარიც არ გინდა. თქვენ შეურაცხყოფაზე გადადიხართ. არ გადავდივარ, შეურაცხყოფას თქვენ გადადიხართ. არ გეთანამშრომლებით, იმიტომ რომ იღებთ იმაში რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით გეკითხებით უფასო კვების პროგრამა სკოლებში როდის შეიძლება კრიმინალების დაფინანსებულ ტელევიზია რა დაუმტკიცეთ ამ ტელევიზიას ვერაფერი გავიარეთ კიდევ ერთხელ გეუბნებით ბავშვებზე მიპასუხეთ ადამიანები რომლებიც საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებზე ნუ თქვენ არ გაინტერესებთ ვიცით რომ შიმშილობენ ამ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ კიდევ ერთხელ გეუბნებით უფასო კვების პროგრამა როდის ამოქმედდება საზოგადოების უდიდეს ნაწილს მინისტრად ხომ მიიჩნევთ გეკითხებით უფასო კვების პროგრამა მე კი არ მივიჩნევ ხო ძალიან საქმიანი ერთი წამით საზოგადოების უდიდესი ნაწილი თქვენგან განსხვავებით პროგრამა როდის ამოქმედდება სკოლებში გეკითხებით რა პრობლემას ხედავთ ამ კითხვაში თქვენ არ გეთანამშრომლებით 2026 წლის ბიუჯეტში ეს არ ჩანს რომელი წლიდან შეიძლება ამოქმედდეს სკოლებში უფასო კვების პროგრამა სხვა ინტერესი არ მაქვს არ მაინტერესებს თქვენ რას მეკითხებთ ხალხს უპასუხეთ თქვენ არ მაინტერესებს არა თქვენ არ ხართ საზოგადოების წარმომადგენელი რატომ თქვენ არ ხართ მე ვიხდი გადასახადებს ბიუჯეტში და გეკითხებით თქვენ არ აღიარებთ იმ ხელისუფლებას რომელიც ამოქმედდება კიდევ ერთხელ გეუბნებით სხვა არაფერი არ მაინტერესებს უფასო კვების პროგრამა ბავშვები თუ გაჩუმდებით მე თქვენ არაფერს არ გიპასუხებთ იმ მარტივიზებ ანუ არ გინდათ რომ გიპასუხოთ არ გინდათ რომ გიპასუხოთ არ გინდათ რომ გიპასუხოთ ბავშვებზე გიშომ კითხვას ხო კარგი ჩვენ საქმე არ გაქვს საქმე არ გაქვს თქვენ რა საქმე გაქვთ ბავშვების კვებაზე გეკითხებით და სად გადაიყვანეთ დიალოგი